მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ლაშა მესხიშვილი. ეს არის არხი ავიაციაზე და თვითმფრინავებზე. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მათ, ვინც მოიწონეთ, გაიზიარეთ და გამოწერეთ ჩემი არხი. ვაგრძელებ საუბარს სამხედრო თვითმფრინავებზე და ამ ვიდეოში მინდა შემოგთავაზოთ კიდევ ერთი უძლიერესი ბომბდამშენი, ამერიკული Lockheed Martin-ის ნაწარმი F-35. ის მიეკუთვნება ნაკლებად შესამჩნევ მრავალფუნქციონალურ ბომბდამშენთა კლასს. ის არის მეხუთე თაობის თვითმფრინავი, რომლის ერთ-ერთ განსაკუთრებულ თვისებად უნდა მივიჩნიოთ ვერტიკალური დაჯდომის შესაძლებლობა. გამოცხადა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდა კომპანია Lockheed Martin და Boeing-ი. Boeing-ს ყავდა წარმოდგენილი მოდელი X-32, გაიმარჯვა Lockheed Martin-მა, ეს მოხდა 2001 წელს. ხოლო მოგვიანებით 2012 წელს შევიდა ექსპლუატაციაში თვითმფრინავი, გადაეცა ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე უწყებას, ასევე რამდენიმე ქვეყანას. პროექტის მთლიანი ღირებულება არის 55 მილიარდი ამერიკული დოლარი, ერთი თვითმფრინავის ღირებულება კი დაახლოებით 230 მილიონი დოლარია. ამ დროისთვის დამზადებულია 300 ერთეული და რამდენიმე ასეული შეკვეთილია უკვე სამომავლოდ. F-35 სამართავად საჭირო ერთი ადამიანი, არის აღჭურვილი ერთი ძრავით, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში შეუძლია მიიღოს ვერტიკალური მდგომარეობა, ვერტიკალური დაჯდომისთვის. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტექნოლოგიას რუსები 90-იან წლებში იყენებდნენ, მაგრამ ამ ფაქტით არ კნინდება F-35 არანაირად. ეს თვითმფრინავი ნამდვილად მოწინავეა დღესდღეობით. თვითმფრინავის ძრავებს ქმნის კომპანია Pratt & Whitney, სახელად F-135. მისი სიგრძე არის 5,59 მეტრი, დიამეტრში შეადგენს 1,30 მეტრს, ხოლო წონა არის 2500 კილოგრამი. F-35 სიგრძეში არის 16 მეტრი, სიმაღლეში კი 11 მეტრს აღწევს. შეუძლია გადაიტანოს რამოდენიმე ათეულობით ბომბი და ასევე რა თქმა უნდა ბირთვული იარაღიც. ცარიელი თვითმფრინავი იწონის 16 ტონას და შეუძლია შეივსოს 9 ტონას საწვავით. 2000 კმ/სთ-მდე სიჩქარე შეუძლია განავითაროს და ეს ზებგერით სიჩქარეს აღემატება. შეუძლია იფრინოს 2500 კილომეტრის მანძილზე. ამ ბომბდამშენს შეუძლია აწარმოოს დაზვერვა საკუთარ და მტრის ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში უმაღლესი სიზუსტით გაანადგუროს მეტოქე ჰაერშიც, წყალშიც და ხმელეთზეც. ასევე სხვა სტელსებთან შედარებით შეუძლია გაექცეს მეტოქეს. სტელს ტექნოლოგია შექმნილია, რათა საფრენი აპარატი არ მოხდეს რადიოლოკაციური დეტექტორების მხედველობის არეალში. ასევე ამ ტექნოლოგიით აღჭურვილი აპარატები გამოყოფენ ნაკლებ სიმხურვალეს და აქვთ თითქმის შეუმჩნეველი ხმა, რაც კვალის აღებას ძალიან ართულებს. F-35-ს აქვს სამი მოდიფიკაცია: F-35A, 35B და 35C. ეს მოდიფიკაციები განისაზღვრება რა თქმა უნდა სხვადასხვა შეიარაღებით და აღჭურვილობით. მოკლედ სულ ეს იყო მეგობრებო. მე რა თქმა უნდა ვაგრძელებ სხვადასხვა თვითმფრინავების განხილვას. მე მინდა გთხოვოთ მოიწონოთ, გაიზიაროთ და გამოწეროთ ჩემი არხი. სასიამოვნო ფრენას გისურვებთ, კარგად ბრძანდებოდეთ.